Tiko, მოგესალმები. როგორ ხარ? კარგად, თქვენ? გადასარევო და თავიდან? არა, იყოს, გავატარო. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვრთანხმდი და მოხვედით რომ გამონახე. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ცოტას ნერვიულობ, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რაღაც პასუხებს გეუბნება, რომ მითხარით. ჩათვალე რომ ეხლა ეს რამდენიმე კამერა არ გიყურებს და ვისაუბროთ ისე რა. კამერასთან არ ნერვიულობ, რომ რაღაც თემატურად ისეთი. მაგიტომაც განსაკუთრებული მადლობა. ფათაშორის რო გითხარი ეს ადგილი, სადაც შევარჩიეთ სიონთან ჩვენთვის ძალიან ძვირ ფაქტი, მითხარი რომ ანდوار გაზრდილი ბავშვობა გატარებული მაქვს და ძალიან ახლობელი ადგილიაო. როგორი იყო შენი ბავშვობა და აქედან არ გახსოვს ხოლმე რა გასცენდება? აი სიონის გვერდით ცხოვრობდი ზუსტად. ой, ფანტასტიკური. მითხარით რომ მამაშალვასთან გნახეთ ეკლესიაშიო, მე და მამაშალვა ბავშვობიდან აი აქ გავიცანით. შაკო როცა იყო? სტიკაროსანი შაკო. შაკოს ვეძახდი ხოლმე ზუსტად. მე შაკოს დროიდან ვიცოდა მეგობრებო მამაშალვასთან და მე ანახევარი თბილისში ჯერ შაკო იყო და მე მამაშალვა. ძალიან ის რაღაც რთული იყო გადასვლა რომ მამაშალვას რომ და შევჩველოდი, მაგრამ მე ყველაფერი ხდება. აი, მოდი ახლა შიგნი შევიდეთ და მაგ ყველაფერი შიგნი რასაც გაგვანდო მოგიყევით. ამ ყოფი ხარ აქ? ძალიან კარგი სივრცე აღმოჩინე. ფათაშორის გუშინ სეირნობდი. და უცებ აღმოჩინე სიონთან და გადავწყვეტე რომ აქ ჩაგვეწერენ და თურმე ფლად ეზოში ყოფილხარ თქვენთან. და მეც რაღაც რომ გაკეთდა, სულ მინდოდა რომ შემეხედა რა ხდებოდა შიგნით. ვიცი, გადაცემის ფორმა. ძალიან ლამაზია. კი ბატონო, მოდი აი იქ დავსხდეთ, შევარჩიე ერთი ადგილი. მზე გიყვარს? მზე მიყვარს ღვაწე. ცოტა ხანი გადაცემის გამოც აი იქ თუ შეიძლება. კი ბატონო. ძალიან წველი არ არის, კი არის ზაფხული, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან წველი ზაფხული არის. რაღაცა ისეთი ზაფხულია, ვერ გავიგე რა უნდა ჩავიცვა. ხო, და ამიტომ ძალიან იმედი არ შეგვაწუხებს. თუ უკავშირდებოდა შენი ბავშვობა სიონში სიარულს. ხანდახან როგორ არის, ხო, ეზოში რო გაქვს შეიძლება არც აქ ყურადღებას მაგრამ. იცი რა არის, დავდიოდი სულ სისტემატიურად, მაგრამ გააზრებულად არა ალბათ, იმიტომ რომ იქ იყო მეგობრების ნახვა, მოკითხვა და რაღაც სხვადასხვა საუბრები სხვადასხვა საკითხზე. უკვე გააზრებულად სიარული შენ ტრაგედიას უკავშირდება თუ მანამდე დადიოდი? მანამდეც დავდიოდი, მაგრამ ალბათ უფრო კი. მომწევ უფლებას რამდენიმე კითხვა რომ აქ თემაზე დავსვათ. მე მხოლოდ იმიტომ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რომ ამაზე ვისაუბროთ და დიდწილად იმიტომ რომ თავად აღმოჩნდი ძალიან ძლიერი დედა ბევრმა აღნიშნა, მე წიგნიც, ფონდიც და ანუ თითქოს შენვე ყოველას სიტყვით მართლა რომ ეკმედებით აჩვენე რომ შეიძლება ამას საუბარი და ბევრისთვის გახდი მისაბაძი დედა, იმიტომ რომ მომნა საზოგადოების დიდ მონაწილეობა იცის. ძალიან ტრაგიკული ამბავი თქვენ ოჯახში მოხდა, სირეზულოვანი შესანიშნავი გოგონა, გარდაიცვალა, ანგელოზია, ცხადია და ეს, რა ვიცი, ძალიან მძიმე მომენტი. ამან განაპირობა რომ დავუახლოვდე ეკლესიას. მე ამის მერე გნახე რამდენჯერმე ეკლესიაში და მახსოვს მამაშალვამ ცალკე ხადაგებაში დააღნიშნა ეს რაღაც როცა ფაქტი იმისა რომ თითქოს მაგალითად სამშობლოების მაშინ ნიკას ულკის ტრაგედია იყო კიდე და ნიკასაც ბევრჯერ უთხრა ეს ფაქტი შენი ფაქტი. იცი რა არის, მანამდე ჩემი ძმა გარდაიცვალა 10 წლით ადრე და აი რაღაცა პირველი შეხება ალბათ უფალთან როგორც ცოცხალ პიროვნებასთან იყო მაშინ და მე ისე იყო რომ ადამიანი რო გამოდის მდგომარეობიდან ცოტა ხანში რაღაცა ეჭვები თითქოს ამ მდგომარეობას და მე იყო განახლება უკვე რომ უფალთან ურთიერთობის განახლებას გულისხმობ. უკვე ტატას ამბავს. ხო, იცი რა მინდა კითხო თუ გიფიქრი ამაზე, ან თუ შეგიძლია გაგვცე პასუხი, შეიძლება რთული იყოს გააზრებული პასუხი. ერთია ხომ როცა ჩვენ მივდივართ ეკლესიაში რაღაც მოგეშის გამო, ან რაღაც ძიმე მდგომარეობა და იქ შეიძლება უფრო მეტი სიმშვიდე იყოს და ცოტა დაგეხმაროს. მეორეა რომ მიდიხარ როგორც ერთადერთი ხსნის ან დახმარების ძალა. აი ამ შემთხვევაში ტატას ამბავი როცა მოხდა ფიქრე შენ რომ აი სადაც შეიძლება შევძლო გაგრძელება ეს იქნება მართლა და ეკლესია და ეს ნაბიჯი ამიტომ შეიძლება გადადგმულიყო? იცი რა, აი თვითონ ტრაგედიას ახასიათებს აი სხვადასხვა ეტაპები. მაშინ როცა ვერ იაზრებ უბრალოდ ისე აკეთებ ყველაფერს, ანუ გაუცნობიერებლად მიდიხარ, იმიტომ რომ არ იცი სხვაგან სად უნდა წახვიდე, ან ვინ დაგეხმარება. მე უკვე მოდის გაცნობიერების და იმის დაჯერების რომ მორჩა მართლა აღარ ყავს.
მე უკვე არის როგორი გადამწყვეტი ეტაპი, იცით, რომ ან ირჩევ რომ მართლა იჯერებ, რომ მართლა ღმერთი არსებობს და უნდა მიენდო, ან უკვე შეიძლება გაბოროთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ სხვა თუ ბედნიერია, მე რატო დამემართა ეგეც. მე რატო დამმართე, ხანდახან ღმერთსაც. კი, სხვათა შორის მე რაღაცა ისა როგორ თავიდან მქონდა. მქონდა ცოტა პროტესტი? იმ მომენტში, იქ სამატყოფაში სადაც მოხდა, მაშინ კი დავიყვირეს ხატის წინ მახსოვს და მე თვეების მერე იყო ჩემი დაბადების დღე და ერთადერთი სადაც წავედი, ვიყიდე ყვავილები და მივიტანე იმ ხატთან და იქ მოვიბოდიშე და რაღაცა დავიწყეთ ურთიერთობა მე და უფალმა. შენ და უფალმა. ანუ ეკლესია იყო ის ადგილი, რამაც შენ გაგაგზავნებინა ცხოვრება და დაგაყენა ფეხი. ნამდვილად, კი და დღემდე ესე მოდის და ალბათ იქ სადაც მიჭირს და ვიცი რომ არანაირი გამოსავალი არ არსებობს და უბრალოდ ეს მოცემულობა მაქვს. ვდგები ხატებთან და ვეუბნები რომ არ მაქვს არანაირი ძალა თქვენს გარდა და აქ ვარ და თქვენინებით მატარეთ. წიგნი მინდა, წიგნზე ვისაუბროთ, დაწერეთ წიგნი ახსარება დედის, ხო, რომ გასაგებია რა, დედას ალბათ შვილთან იგულისხმება. კი, მაგრამ სრულად მძიმე არ არის ეს წიგნი. ხო, და ეს უნდა მეკითხა, ეს უნდა მეთქო, უბრალოდ აღნიშნო, რომ შენ ესეთი რამე ვთქვი, რომ ეს არის წიგნი, ტკივილზე, სიკვდილზე ტატას არ გაუხარდო, ეს არის პირიქით იმედზე, იმაზე, რომ ცხოვრება გრძელდება და პირიქით სიძლიერეზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ბევრი დედისთვის ეს დაემართა, ძალიან მძიმე რამ და ამ დროს შეუძლებელია ადამიანი რამით გაამტყუნო. უბრალოდ რაღაც ძალა არსებობს. ახსარება დედის. არის რამე ისეთი, რასაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ასაკში წავიდა და დარწმუნებული ვარ ყველაფერს ცდილობდი როგორც დედა და ასევე მეუღლე როგორც მამა რომ ბედნიერი ცხოვრება გქონდა. არის ის რაც ამ წიგნთან შინაგან დეუნები რაც ვერ მომასწარი სხვანაირად ფიქრობდი. თითქოს ახსარებას აბარებ მას თუ საზოგადო ახსარება. ახსარება არის უბრალოდ იმისა, ალბათ რომ როგორ უნდა გადარჩე, არ ვიცი, აი ბევრი ის რაღაცა რაც დაგეწყება ტრაგედიის მერე, როგორც უფალი შემოდის შენთან, ასევე შემოდის ეშმაკი, უფრო ახლოს მოდის და სხვა რაღაცებს. კი, ბევრ რაღაცას გეუბნება, ბევრ რაღაცას გაკეთებიებს და ეს არის ჩემი გზა, ის არის როგორც ჩვენ ცხოვრობდით, რაც უკეთებდით ტატას, თვითონ ჩემ კარიერაზეც არის რაღაცაები და მე არის აი ეს ბრძოლა, ეშმაკთან ურთიერთობა და გადარჩენა და როგორ გავაგრძელო. ამაზეა წიგნი. კი. და სხვათა შორის წიგნში იმდენი რაღაც თქვი, რომ აი წიგნის მერე უფრო მეტად რაღაცა შევძელი ცხოვრების გაგრძელება, უფრო აი რომ გავიღიმო და არ მომერიდოს რომ ვიღიმე. ესეც მქონია, რომ ვიცინოდი და ხვდებოდი რომ მართლა გამეცინა რაღაცა ფაქტზე. უცებ შინაგანად მქონდა რომ რატო იცინი, შენ ხო შვილი ყავს, გარდას აი რაღაცეები და ადამიანები ვართ. ეხლა დედას მიმართავ, რომ შეგიძლიათ, რა ვიცი, ან საცმელის ფერიც არ განსაზღვრავს იმას, რომ თქვენ ტკივილს ვერ დაგავიწყებთ და ვერანაირი ღიმილი პირიქით ეს იქნება მაგალითი იმის, რომ თქვათ იგივე ოჯახის წევრებს ან სხვა შვილებს თუ ყავთ, იმათაც გაუხალისოთ გული, რომ დედა თუ იცინის, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია, რომ ისევ ლაღები ვიყოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ. ფათაშორის კარგი რამ ახსენე 60-ზე პატრიარქი, ფათაშორის ძველსა პატრიარქოს ხედავთ ახლა წლების განმავლობაში ცხოვრობდა. სულ მე თვითონ მომწრე ვარ და ბევრი დედა ეს ტრაგედია დაემართა, რომ პირველი ეუბნებოდა რომ გაიხადეთ ჩავიდე. და მიიქნებით ესე, იმიტომ რომ შვილი ცოცხალია და მას როგორც აქ რო იყოს გაუხარდებოდა შენი სიხარული, ღიმილი, ისე მოიქცით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვი და მე დარწმუნებულია რომ ბევრი დედისთვის ეს мотиваციის მოცემია. ფონზე მინდა კითხო, რომელიც ასევე დაარსდა და ხადი ამ ვიცი რა ფონდია, მოდი თავად მოგიყევი რა არის თვის და რას ემსახურება ეს ფონდი. ძალიან კეთილ საქმეს. მადლობა ძალიან დიდი. რადგან ჩვენ გვაქვს ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი და ჩვენ კლინიკაში გადიან ბავშვები სხვადასხვა სახის დახმარებას, ბევრი შეჭრებული ოჯახი ყავს, ბუნებრივია არ არსებობს სახელმწიფო, სადაც არ იქნება შეჭრებული ბავშვები და ოჯახები. კი ბატონო და აქედან გამომდინარე საკმაოდ თანხებს მოითხოვს ეს ყველაფერი და შევეცადეთ რომ გაგვეკეთებია ფონდი და რაღაც ნაწილობრივ მშობლებს დავხმარებოდით და ტატას სახელობის გოგოებმა ისურვეს რომ ყოფილიყო ტატას სახელობის და ტატა ყველა ოჯახში კი ბატონო ეს ბავშვებში გაგრძელებულიყო მისი არსებობა. შენ თვითონ შეიძლება ისეთი არ გინდა თქვა ანემოციურია და პირველ რიგში კიდე ერთხელ ბოდიში ვიხდი, მაგრამ მომეცი უფლება რა არა კი ბატონო. ცნობ რომ აი ტატა იქ ცოცხალია მართლა და მასთან კავშირის, მასთან ცოცხალ ურთიერთობას და ეს მომენტი ადგა თუ ჯერ არ დამდგარა? ეს მომენტი სულ იყო, ისეთ ერთხელ მქონდა აი ესეთი შეხება
ნუკრი შემოვიდა ოთახში და გაქრა, მე ტატა რაღაც ჩემთან ჩაწვა და ზუსტად ვიცი რომ არ მეძინა, უბრალოდ მართლა ესე გრძნობდი და ვხედავდი და ნუკრი შემოვიდა ოთახში დამიძახა და მე უცებ გაქრა ხო და მახსოვს რომ დაუძახე რომ ნუკრი გაჩერდი, ტატა არ შემოხვიდე, ანუ რაღაც ალბათ ვიცოდი რომ რაღაც მე უკვე ვეღარ დავინახავდი და თუმცა აი ერთი წელი რომ გავიდა დაესიზმრა ჩვენ ახლობელს, არ მახსოვს ზუსტად ვის შენახული მაქვს ხოლმე სიზმრების კრინებად რომ წერენ. რომ აი ერთი წლის მერე თიკოს აღარ დავესიზმრებია, იმიტომ რომ ვიცი რომ ვერ გადალახავსო და სულ მონატრების იმაში იქნებაო და ამიტომ ეს არის ჩემი ბოლო დასიზმრება მასთან. მაგრამ აი ესე რომ გითხრათ, კი. და სხვათა შორის, ანუ ასევე დაესიზმრა. მე არ მესიზმრება ხოლმე, სხვას ესიზმრება, რომ ალბათ არ ვიცი, ანუ ყველამ რო დაიჯეროს ეს მართლა არსებობის იმ ქვეყნის თუ აი არ ვიცი სიცოცხლის გაგრძელების, რომ ჩემი გარდაცვალებით, ანუ ეხლა ბევრ ბავშვს დავეხმარებია და მაშინ ფონზე არც ჰქონდა ჩვენ საუბარი საერთოდ და მერე დაუკავშირე, როცა უკვე მართლა დავარსწრეთ, რომ საერთოდ სხვა რაღაცები მეგონა, რომ სხვა რაღაცამდე მეკეთებია და მერე დავაკავშირეთ ეს იზმარი, რომ აი რას ნიშნავდა, რომ ბევრ ბავშვს დაეხმარებოდა თავისი, თქვათ, გასულით. და ერთ-ერთი რაც ასე მე გავიგე და რაღაცნაირად ძალიან დიდი სიხარული მქონდა, ტაძარი, რომელიც ააგეთ წმინდა ნიკოლოზის სპორტები. წმინდა ნიკოლოზის სახელზე დავიწყეთ და შემდეგ შეიცვალა და ახლა არის ეუბე იობთან შენ. კი, მე იობის სახელობის ტაძარი არის. იობ მართალის, იობნებულის, ესეც ტატას სახელზე ალბათ? კი ბატონო, კი, ტატას სახელზე არის აშენებული. ეს ძალიან დიდი სიხარულია ტაძრის შენობილობა, საერთოდ და მით უმეტეს როცა ხო, და ძალიან რთულია დაასრულო, შემდეგ დაგვეხმარნენ, დავიწყეთ, ბევრი რაღაცები გავაკეთეთ, სულ რაღაცა ვცდილობდით, მაგრამ აი რთულია ეგ პერიოდიც რო გაიარო, რომ დაიწყო და დაასრულო ტაძარი. კი ბატონო, როგორც ოჯახში შემოდის ეს რაღაცეები, ასევე თვითონ მშენებლობაში, მაგრამ მართლა შეგვეძლებინა და დასრულდა. ეს შენი ეკლესიურობა, ურთიერთობა მოზღვართან გრძელდება ჩვეულებრივად, თუ ის პირველი ეტაპი იყო ცოტა უფრო რაღაცა? გრძელდება, მაგრამ როგორ არის, იცით, როცა რაღაცა შემომაწყვება, ცოტა ჩემთან ისე იქნება, რომ რაღაც უკვე მტკივა და უკვე შველა მჭირდება, მაშინ გავრბივარ ხოლმე და ეკლესიაში თუ მხედავთ, ესე იგი რაღაცა ისე რა ქვია. შინაგანად? შინაგანად ეს პროცესი არის სულ ურთიერთობა ღმერთთან? ბუნებრივია, ყოველდღიურია და შეიძლება იმ დღეს მთლიანად ბოლომდე ვერ წავიკითხო დილის ლოცვები, მაგრამ სხვანაირად ურთიერთობდე ხოლმე და ესე ესაუბრებოდე. სულ არის. აი ხატი მაქვს სახში, რომელიც როვლოდ სულობ, ხანდახან ფერს იცვლის და ადრე მეშინოდა ხოლმე, როცა ძალიან ისე ლოცულობდი, უფრო მეტად იცვლიდა ხოლმე ფერს და რაღაცა ისე რა ქვია, ხანდახან შემშინებია ხოლმე, რომ აი რამდენად ესე მაგრძნობინებს, რომ უფლის ძალა არსებობს. ვისი ხატია? ღვთისმშობლის. დაგურებული ხარ, რა შემთხვევაში აფერს იძლევა? კი, აი მე როგორც განწყობა მაქვს და ჩემი ლოცვის სიძლიერე როგორც არის, იმის მიხედვით მეშვება, რა ქვია, აი რეაგირებს. ვაჰ, ეს მნიშვნელოვანი რამე. და მინდა კითხო ასევე, რამდენიმე ასპექტი გამოყავე, ხო, ამ ტრაგედიის მერე, როგორ პირიქით უნდა დადგე, გააგრძელო და საქმე, რომელსაც, იმიტომ რომ ახალგაზრდა წარმატებული ადამიანი ხარ, როგორ შეიძლება აქ მაგიტაყარო, მალევე შეძელი, რომ აი მე უნდა დავდგე ფეხზე, უნდა გავაგრძელო. ვერა? არა, ესე არ არის და არავინ არ თქვას, რომ ეხა მე ხოდესმე შეეგუები და ეს არ არის. ეს არის, აი ჯერ რაღაცა მიდიხარ, ფორთხავ, მერე წამოდგები, ნაბიჯებს სწავლობ, მერე უკვე მყარად გახარ და აი რაღაცა ეტაპები აქვს სხვადასხვა და ყველა ეტაპს სჭირდება, რომ ადამიანები იყოს ჩვენს გვერდით, სხვადასხვა ადამიანები და აი ეს ადამიანები გაძლიერებდეს და სხვადასხვა რაღაც გეხიდებოდეს, მოკლედ რაღაც რო გადაგარჩინონ. მერე უკვე ძლიერდები და ბუნებრივია, ანუ მე ხა ჩემი შვილი მაძლიერებს და ესე იქნება სხვა ადამიანის. ის უხილავი კავშირი რაც არსებობს. მუდამ გრძნობ, ყოველთვის გრძნობ, ახლაც გრძნობ, რომ ჩემი გვერდით არის და სულ ესე იქნება. ხადია, ეს ახლობლები არიან ოჯახის წევრები თუ არიან მეგობრებიც და რაღაც გარშემოწრე და ოჯახის წევრებშიც რამდენად მნიშვნელოვანია, რაც თავიდან ერთ დედა თუ ძლიერად არის კადამდებულობა იყოს, რომ აი ერთმანეთს თითქოს თუნდაც აჩვენო, შეიძლება ესე არის, ხო, კი, უნდა გავაგრძელო. კი ბატონო, ეს არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ ერთი თუ წაიქცევა, მერე მთლიანად ჩამოიშლება და ამიტომ ერთმანეთის ხარჯზე ძლიერდები და ხვდები, რომ თუ ის გაიღვიძებს და ადგება და რაღაცას გააკეთებს, ესე იგი შენს პასუხისმგებლობა გაქვს და შენს ესე უნდა მოიქცე. მესმის რომ ხა ძალიან ასეთი რთული თემაა და ბევრს აღარ კითხავ ამ თემაზე და პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ გვესაუბრე და მე მართლა ვფიქრობ ახლა არა იმიტომ რომ ჩემი სტუმარი ხარ, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ჩვენ ეს საუბარი შედგა არის ეს და ჩემს რამდენი მეგობარს და ტრაგედია დაემართა და
ნამდვილად არის ბევრისთვის შეიძლება ითქვას мотиваცია. мотиваცია მის რომ გააგრძელოს ცხოვრება, როცა ხედავს ესე, როცა აგეძლება, იმიტომ რომ მოდი ეს პირდაპირ ვთქოთ, ხო? და ეს შენთვის ძალიან ესეთია, ცოცხალი ამბავია და მწმენდენ გამომდინარე, რომ იქ ვინც მიდის, იმას არ გაუხარდება ჩვენი მტირალასახე. და არც ის რომ ეხა შენ არ პირიქით. როგორც არ გაუხარდებოდა, ალბათ ასე უნდა იყოს და მე ვიაზრებ, რომ ყოველს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, როგორც აქ დარჩენილებს, ისე იქ ვინც მიდის. ამიტომ მათ ისინი არ არიან, რომ მარტო იქ გადავიდნენ და იქ იქნებიან როგორც ანგელოზები, ანუ მე როგორც აი ჩემი ძმაც რომ ეს იზმრებოდა და ტატა შემთხვევაშიც ვიცი რომ აი სიზმრებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ იმიტომ რომ რაღაც ეს სიზმრები ჩემი უფრო ხილვებივით არის, რომ მათაც პასუხისმგებლობა აქვს, აი თქვა ჩემი ძმას, მაგათაც ბავშვები მყავსა ჩაბარებულიო და მათ ვუვლიო. ანუ ყოველს თავისი საქმე აქვს და როგორც აქედან უნდა შევუწყოთ ჩვენ ხელი, ისე ისინიც იქ არიან და ეხმარებიან ერთმანეთს და ფონზეც ბოლოსკენ ვინც გვისმენს ახლა შეიძლება დაინტერესდნენ, აი რა ხდება, ვის შეუძლია მოგმართოს, როგორ შეიძლება მოგმართოს და აი მაინც რა თქმა უნდა რა სეგმენტზე ვისთვის არის ეს ფონდი გათვლილი, ხადია რომ შეგეძლოთ ალბათ ყველასთვის და ტატა დარწმუნებული ძალიან გეხმარებათ, მაგრამ აი ერთმა არავის დააჭიროს, მაგრამ სამწუხაროდ საჭიროება არის. როგორ ხდება და ვინ შეიძლება მოგმართოს? აი რა ამ ეტაპზე არის მხოლოდ ჩვენი კლინიკიდან გამომდინარე ბავშვები, რომელსაც ესაჭიროება თერაპიები, სხვადასხვა კიდე აუტისტური სპექტრის ან ეტაპების დაყოვნება როცა აქვს. თუმცა ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო მასშტაბური გავხადოთ. და აი ცოტა ხანში რაღაცა დავაანონსებთ, რომ შეიძლება სხვა ადამიანებსაც სხვა საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენმა ფონდმა გაუწიოს მათ დახმარება და ეხლა გამიშთა ეს კითხვა და ვიკითხავ. კიდე ერთხელ ვოდიშოთ. აი ეს ფონდი, ის ტაძარი, ეს ციგნი ერთგვარად შენაგანად თითქოს არის ტატას იმრთ, რომ აი მე თუ რაღაცა მაშინ მევქენი, აი ხა ამით შევეცდები გავაკეთო? არის რაღაცა მასთან ანგარიში, მასთან ვალდებულება როგორ დედას? იცი რა, ჩვენ ტატა ნუკრი მაშინ კარიერის მხრივ ისე იყო, რომ ანუ ყველაფერი შეგვეძლო მისთვის გაგვეკეთებია და ერთი შვილი ყავდა, 7 წლის მერე მეყოლა მეორე და მერე 1 წლის მერე კიდე მესამე. აქედან გამომდინარე ტატა ყავდა განებივრებული, თან ჩემი ძმის ამბავი რადგან იყო ხარ და ეს არ მქონია რომ რაღაცა ვერ გავუკეთეთ. არა, ყველაფერი გავუკეთეთ. უბრალოდ ეს ყველაფერი არის, იმიტომ რომ მე არ დავივიწყე, ანუ ესე კავშირი არ გაწყდეს ჩვენ შორის, რომ მე როგორ უნდა დავივიწყე. კი, და ის სულ სხვა, აი სხვისთვის იყოს, სულ იყოს ეს ცხოვრებაში ჩემთან ერთად და გაგრძელდეს ესე, რომ რაღაცა კეთილი საქმეები მე რასაც ვიცხოვრებ, სულ რაღაცა ეტაპზე იყოს ჩემი შვილის სახელთან დაკავშირებული. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა და ამ თემაზე საუბრისთვის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ ჩემთვის ახლა აი ეს რამდენიმე წუთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი იყო ემოციური დასაფიქრებელიც, მგონია რომ ბევრისთვის იქნება სამოგარეთო და მადლობა. მადლობა პირიქით. ამ დამოკიდებულისთვის დახმარები. და აი ამ სიცილიერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა და წარმატებით. ბედნიერ. ბევრი რაღაცის უფლებას არ მომცემდა გვერდით, იმიტომ რომ არასდროს არ ერეოდა ჩემს გადაწყვეტილებებში, სხვათა შორის არასდროს.